ზელენსკიმ ტონი გაამკაცრა, რადგან ტრამპმა ომის სპექტაკლი შეაჩერა სწორედ მაშინ, როცა კიევი ცდილობს ყოველი ახალი რუსული თავდასხმა გამოიყენოს მეტი ფულის, მეტი იარაღისა და მეტი ვალდებულების მისაღებად შეერთებული შტატებისგან. ამ ორშაბათს, 2026 წლის 25 მაისს, კიევზე რუსეთის შეტევის და ზელენსკის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შედეგების საჯარო მოთხოვნის შემდეგ, თეთრი სახლი უკვე სხვა გზავნილს ამზადებდა. მარკო რუბიო 22 მაისს განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია და ვაშინგტონი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება აქტიურად, თუ ნამდვილი პროდუქტიული საუბარი იქნება, არა უბრალოდ ცარიელი შეხვედრა სათაურის შესანარჩუნებლად. აი სწორედ აქ ზელენსკი გაცობდა, რადგან ტრამპი არ იღებს ავტომატური დამფინანსებლის როლს ომში, რომელსაც ვადა არ აქვს, ნათელი მიზანი არ გააჩნია და არავინ სთხოვს პასუხს მათ, ვინც დახმარებას ითხოვს. ტრამპმა უკვე აჩვენა 8 მაისს, რომ შეუძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როცა არსებობს მიზანი. მან გამოაცხადა 3 დღიანი პაუზა და თითოეული მხრიდან 1000 სიტყვის გაცვლა. ეხლა ის აჩერებს სპექტაკლს, ითხოვს შედეგს და ტოვებს კიევს რთული კითხვით. რას ცდილობდა ზელენსკი ემოციური ზეწოლის უკან დაემალა? რატომ გადაიქცა ომი მუდმივ მოთხოვნად შეერთებულ შტატებზე და როგორ შეწყვიტა ტრამპმა თეატრი ისე, რომ ვაშინგტონი კიევის, მოსკოვის ან ბრიუსელის ხელში არ ჩაეგდო? ამ ყველაფერს მალე გიამბობ, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 22 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ იყო პროდუქტიული და პრაქტიკულად შეჩერებულია. მან თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის კვლავ ჩაერთოს, თუ გაჩნდება რეალური შანსი კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ კაფიოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს განცხადება პირდაპირ ომის თეატრის ცენტრს შეეხო. თეთრი სახლი აღარ სურს დიპლომატიური სპექტაკლის მონაწილეობა, მხოლოდ იმისთვის, რომ იგივე მექანიზმი უშედეგოდ მუშაობდეს კონკრეტული შედეგის გარეშე. ზელენსკიმ ძლიერად გამოეხმაურა, რადგან მესიჯი სწორად გაიგო, უკრაინა კვლავ თავდასხმის ქვეშაა, კვლავ სჭირდება საჰაერო თავდაცვა, ფული და სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ტრამპმა საუბრის ლოგიკა შეცვალა. ამერიკის პრეზიდენტი აღარ სთავაზობს ცარიელ ჩეკს კიევს, რომ განაგრძოს ომი უსასრულოდ. ის ცდილობს გაატაროს ისეთი მიდგომა, სადაც ამერიკულ დახმარებას თან ახლავს ანგარიშვალდებულება, მოლაპარაკება და შედეგი. ზელენსკისთვის ეს რთულია, რადგან ეს ანგრევს მის კომფორტულ პოზიციას, როცა ის სრულ მხარდაჭერას ითხოვდა და ომის პოლიტიკური პასუხისგებლობა ვაშინგტონზე გადაჰქონდა. ახალი ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 24 მაისს რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე თავდასხმა განახორციელა. ამას საერთაშორისო ანგარიშებიც ადასტურებენ. მათ აღნიშნეს მასიური შეტევა რაკეტებითა და დრონებით, მათ შორის ორეშნიკის რაკეტის გამეტის გამოყენება, რომელიც ჰიპერსონიკური იარავია და კონფლიქტის ესკალაციის შესახებ შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. უკრაინის დედაქალაქში იყო დაღუპულები, დაჭრილები და ზიანი მიადგა საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს, ბაზარს, წყლის ინფრასტრუქტურას და საზოგადოებრივ სივრცეებს. ზელენსკის რეაქცია იმავე ლოგიკას მიხვება, რომელსაც ომის დაწყებიდან იყენებს. როცა რუსეთი აძლიერებს შეტევას, კიევი აძლიერებს ზეწოლას მოკავშირეებზე. ოღონდ ეხლა უზარმაზარი განსხვავებაა. ტრამპი თეთრ სახლში არ ზის იმისთვის, რომ გაიმეოროს ძველი პოლიტიკა, რესურსების გაგზავნა, პრობლემის გადადება და ევროპის გმირად წარმოჩენა, მაშინ როცა შეერთებული შტატები იხდის სტრატეგიული ხარჯების უმეტეს ნაწილს. ვაშინგტონის პასუხი უფრო ცივი, უფრო პირდაპირი და უფრო საშიში გახდა უკრაინული ნარატივისთვის. ტრამპმა უკვე 8 მაისს აჩვენა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია იძულებით გამოიწვიოს მოქმედება, როცა არსებობს კონკრეტული მიზანი. იმ დღეს მან გამოაცხადა 3 დღიანი პაუზა რუსეთსა და უკრაინას შორის, ტყვეების გაცვლის პერსპექტივით. ზელენსკიმ დაადასტურა ამერიკული ქმედება და აღიარა, რომ ტყვეების ჰუმანიტარულმა საკითხმა გავლენა მოახდინა კიევის გადაწყვეტილებაზე. დეტალი ასეთია: როდესაც ტრამპმა პრაქტიკული რამე დააყენა მაგიდაზე, პროგრესი იყო. როდესაც საუბარი მოთხოვნებად იქცა შედეგის გარეშე, რუბიო მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები ცარიელ მაგიდასთან არ დარჩება. აი სწორედ აქ ზელენსკი დაზარალდა, პოლიტიკურად აფეთქდა. იმ დროს, როცა რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, მოლაპარაკებები ჩიხშია და ევროპა მხოლოდ სიტყვიერად გმობს მოსკოვს. ტრამპი ამოწმებს, ვინ ნამდვილად უნდა გამოსავალი და ვინ იყენებს ომს პოლიტიკურ ტრიბუნად. თეთრმა სახლმა არ დაასრულა ამერიკის როლი სისუსტის გამო. მან მიანიშნა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდება სრული ძალით, თუ იქნება ნაყოფიერი საუბრის შანსი და არა უბრალოდ კიდევ ერთი საჯარო ზეწოლის რაუნდი, რათა შეეცადონ ამერიკისგან დათმობების მიღება. უკრაინა მიცის, რომ ეს ნაბიჯი ყველაფერს ცვლის.
წლების განმავლობაში კიევმა შეძლო თითქმის ხელშეუხებელი პოზიციის შენარჩუნება დასავლეთში. სტრატეგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვი აღიქმებოდა როგორც სოლიდარობის ნაკლებობა. ფულის თაობაზე ნებისმიერი კითხვა კი პუტინის სასარგებლოდ მიჩნეულიყო. მოლაპარაკების ნებისმიერი თხოვნა აღიქმებოდა როგორც დანებება. ტრამპმა ეს ბარიერი დაარღვია. ის არ ამბობს, რომ რუსეთი მართალია. ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები ვერ იქნება ჩათრეული უსასრულო ვალდებულებაში, მკაფიო მიზნისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე. ზელენსკიზე ზეწოლა ასევე მოდის იმ ფაქტიდან, რომ ომი იმ ფაზაში შევიდა, სადაც თითოეული მხარე ცდილობს შიში გამოიყენოს იარაღად. რუსეთი იყენებს რაკეტებს, დრონებს და მუხარებს ძალის საჩვენებლად. კიევი კი თავდასხმების შედეგებს იყენებს, რათა მეტი დახმარება მოითხოვოს. ევროპა იყენებს მკაცრ განცხადებებს ერთიანობის საჩვენებლად. ტრამპი კი იყენებს ზეწოლას, რათა გამოყოს ისინი, ვისაც შეთანხმება სურს, მათგან ვინც მხოლოდ დაპირისპირების გაგრძელება უნდა. ამ თამაში ზელენსკი კარგავს ნარატივის მონოპოლიას, რადგან თეთრი სახლი იწყებს ციფრებზე, შედეგებსა და ზღვრებზე ყურადღების გამახვილებას. რუბიოს გამოსვლამ ჰელსინგბორგში, შვედეთში, ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა. ამერიკის მთავრობას არ უთქვამს, რომ აღარასოდეს იქნება შუამავალი. ქვეს რომ მზად არიან იმოქმედონ, როცა ნაყოფიერი შესაძლებლობა იქნება. ეს განსხვავება არსებითია. ტრამპმა მშვიდობის კარები არ დახურა, მან დახურა კარები გაჭიანურებაზე. უკრაინისთვის ეს მუქარად ჟღერს, რადგან ზელენსკის ართმევ შესაძლებლობას ყოველი ჩაშლილი შეხვედრა საერთაშორისო მხარდაჭერის მტკიცებულებად აქციოს. ამასობაში ბოლო 24 საათში შეტევები გაგრძელდა რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. საერთაშორისო მედიაში ციტირებული ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სხვადასხვა რეგიონში იყო მსხვერპლი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გამოჩნდა ახალი ნიშნები იმისა, რომ კონფლიქტი შორსაა მკარზავამდე. ეს გარემო ეხმარება ზელენსკის სასწრაფო მოქმედების მოთხოვნაში, მაგრამ ასევე აძლიერებს ტრამპის არგუმენტსაც. ასეთი მასშტაბის ომი ვერ იმართება ემოციით, იმპროვიზაციით და მხოლოდ ამერიკელ გადასახადის გადამხდელზე ცალმხრივი ტვირთის დაკისრებით. ტრამპი ამცირებს თეატრალობას, რადგან იცის, რომ არსებობს განსხვავება მოკავშირის მხარდაჭერასა და გამოუვალი სტრატეგიის დაფინანსებას შორის. სამხედრო მხარდაჭერა შეიძლება საჭირო იყოს კონკრეტულ მომენტებში. დიპლომატიური ზეწოლა შეიძლება სასარგებლო იყოს. თხოვების გაცვლა შეიძლება სიცოცხლეებს გადაარჩინოს. მაგრამ არც ერთი ეს არ ამართლებს ავტომატურ პოლიტიკას, სადაც ვაშინგტონი მხოლოდ იხდის, კიევი ითხოვს, ბრიუსელი სიტყვიერად გამოდის და მოსკოვი აგრძელებს თავდასხმას. ამერიკის პრეზიდენტს უნდა რომ ყველა მხარეს დააკისროს პოლიტიკური ფასი. ზელენსკი გაღიზიანებულია, რადგან ეს ცვლილება ამცირებს მის მანევრის შესაძლებლობას. მას სჭირდება დაარწმუნოს შეერთებული შტატები, რომ ამერიკული დახმარება ჯერ კიდევ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. სჭირდება დაარწმუნოს ევროპა, რომ დაპირებები რეალურ შესაძლებლობად უნდა იქცეს. სჭირდება უპასუხოს საკუთარ მოსახლეობას კიევზე მძიმე თავდასხმების შემდეგ. და სჭირდება დაუპირისპირდეს რუსეთს ისე, რომ ვერ ახერხებს ტრამპის ომის მძევლად გადაქცევას. ეს არის ის მომენტი, რომელიც ანგრევს მემარცხენეების ნარატივს. სისტემა სწორედ ტრამპმა შეაშინა, როცა თქვა, რომ ომი ვეღარ გაგრძელდება როგორც ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული თეატრი. ეხლა შემდეგი ეტაპი უფრო რთული ხდება კიევისთვის. თუ ზელენსკი ტრამპის თამაში დატოვებას მოისურვებს, მას მოუწევს უფრო კონკრეტული გზა წარმოადგინოს, მიზნებით, გარანტიებით და ლოგიკით, რომელიც შეერთებული შტატებისთვის აზრიანი იქნება. თუ პუტინი შეტევების ესკალაციას გააგრძელებს, თეთრი სახლი შეიძლება ზეწოლას გააძლიერებს, მაგრამ საკუთარი სტრატეგიით, ისე რომ ემოციური ყვირილებით, ვიდეოებითა და სათაურებით არ ახვეს. და თუ ევროპა უკრაინის ბოლომდე დაცვას მოისურვებს, ამას უნდა დაამტკიცოს რესურსებით, საჰაერო თავდაცვით, საბრძოლო მასალით და პირდაპირი პასუხისგებლობით და არა მხოლოდ ყოველი შეტევის შემდეგ აღშფოთებული განცხადებებით. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.